მიშა ჩარკვიანი რეჟისორი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მიშა, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა რომ დაგვითმეთ. გამარჯობა. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, დღეს დაგეგმილი თქვენი აქციით, სადაც იქნება ლაპარაკი მანიფესტზე, რომელსაც გაასაჯაროვებთ ხომ თქვენ. მე მესმის რომ დეტალებზე ლაპარაკი წინასწარ არ გინდათ, თუმცა თქვენ გადადიხართ უკვე აქტიურ ქმედებებზე. რა იქნება ამ გეგმის ნაწილი, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენიც შეგიძლიათ რომ წინასწარ გითხრათ? ჩვენ ვიცებთ უფრო აქტიურ მოქმედებას. თეატრი დიდი ხანია წინააღმდეგობაშია და ეს არ არის მხოლოდ ამ აქციებიდან მოყოლებული. ჩვენი სფერო წინააღმდეგობაშია ბოლო რამდენიმე წელია. მას შემდეგ რაც კულტურის პოლიტიკა გახდა ასეთი რეპრესიული და სწორედ ამან ჩემი აზრით ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა მაყურებლის და ძალიან დიდი სიყვარული და ჩვენ ამას ყოველთვის გვძნობთ და ვცდილობთ რომ ჩვენ თვითონაც ვიდგეთ ყოველთვის ჩვენი მაყურებლის გვერდით და ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში უსამართლობის წინააღმდეგ, იმ ტირანიის, იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. დღეს ახალი თეატრი გამართავს მანიფესტს და უკვე უფრო ახლოს დაიწყებს მისვლას ადამიანებთან, უფრო ახლოს დაიწყებს ჩვენი და ხმამაღლა ჩვენი ყველა სათქმედის გაჟღერებას. თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ჩვენი სფეროდან ბევრი ადამიანია დაზარალებული უკვე, ბევრმა პატიმრობაც გამოიარა, ორი მსახიობი ახლაც პატიმრობაში რჩება, სისხლის სამართლით არიან დაკავებულები. ჩვენ სოლიდარულები ვართ მათ მიმართ, სოლიდარულები ვართ ყველა სხვა უკანონო პატიმრის მიმართ და ვიცებთ უფრო აქტიურ მოქმედებას. ჩვენ მივალთ ყველასთან, ვისაუბრებთ, გავაგებინებთ, ასე ვთქვათ, აუხსნით იმენაზე, რაც ჩვენ კარგად ვიცით, იმ უნარებს გამოვიყენებთ, რომლებიც ჩვენი მთავარი ძალაა. თეატრის ბევრი რამე შეუძლია, ბევრი შესაძლებლობა აქვს. ჩვენ დიდი ხანი ვსწავლობთ და წლების მანძილზე ვისწავლეთ, როგორ უნდა ვესაუბროთ აუდიტორიას, მაყურებელს და რაც თავარია ამ მაყურებელს აქვს ნდობა თეატრის მიმართ. ჩვენ სწორედ ვაპირებთ, რომ ეს ნდობა და მოლოდინები დავამართლოთ და ვიყოთ ბოლომდე ჩვენი აუდიტორიის და ჩვენი ქვეყნის გვერდით იქამდე, სანამ არ დავამართლეთ იმ ბოროტებას, რაც ახლა ხდება საქართველოს ანუ შეიძლება თეატრალური პერფორმანსების ელემენტები ჩაერთოს ამ აქციებში და გაიზრდება გეოგრაფიაც ადამიანების, ვისთანაც მისვლას აპირებთ, გასცდებით თბილისს. ეს ქვეყანა ჩემია. ბევრი ჯგუფი გეგმავს, ბევრი სათეატრო ჯგუფი გეგმავს, რომ ფორმები შეიცვალოს და გეგმავთ, რომ კი შეიცვალოს ჩვენი ასე ვთქვათ, პროტესტის სახე და გახდეს ის უფრო ბასრი, უფრო ეფექტური. უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს თვით გამორკვევაში, იმ შიშის და იმ პროპაგანდის დაძლევაში, რომელიც მართავს წლების მანძილზე ამ ქვეყანას და ადამიანებს ერთმანეთს აზიზღებს, აძულებს. ჩვენ თეატრის მთავარი ძალა სწორედ ეს არის, რომ მან შიში დაძლიოს ადამიანებში, როგორც კოტე მარჯანიშვილი ამბობს, დიდი ქართველი რეჟისორი, თეატრის ფუნქცია მარტივია, მან ადამიანებს მხნეობა უნდა მიანიჭოს. სწორედ ამ მხნეობის მისაღწევად ჩვენ ძალას არ დავიშურებთ ყველგან, სადაც საჭირო ვიქნებით და ბევრი ჯგუფი ძალიან გეგმავს, რომ სწორედ ახალი ფორმები ეძებოს პროტესტში და გამოიყენოს ის ენა და ის უნარები, რომლებიც ჩვენთვის ამდენად ბუნებრივი და ნაცნობია და რომლითაც ჩვენ ბევრი წელი ვესაუბრეთ და ვესაუბრებით დღემდე ჩვენს აუდიტორიას და ხო ვაპირებთ, რომ ფორმა ვიცვალოთ და განვითარდეთ და უფრო აქტიურები გავხდეთ და უფრო მეტად ჩავერთოთ. უფრო მეტად ავხარჯოთ ჩვენი რესურსი და შესაძლებლობა ადამიანებთან სალაპარაკოთ. აი მიშა, თქვენ თეატრის ძალაზე ლაპარაკობთ. ჩვენ ვნახეთ, გარდა იმისა, რომ არიან დაკავებული სისხლის სამართლის ბრალდებებზე მსახიობები, ასევე ვნახეთ, რომ ადმინისტრაციული წესითაც იბარებენ სასამართლოში ყოველდღე მსახიობებს. ხომ მათ გზის გადაკეტვას ედავებიან და ხშირ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ვიდეოებში ჩანან, თუმცა სხვა ადამიანებთან ერთად უკვე გადაკეტილ გზებზე. რატომ არის ასეთი დამოკიდებულება მსახიობების მიმართ? რა საფრთხეს ხედავს რეჟიმი მსახიობებისგან, განსაკუთრებით ისეთებისგან, რომლებიც დავუშვათ კარგად ნაცნობი არიან აუდიტორიისთვის?
საზოგადოების ნდობას ხედავს და იმას, რომ ჩვენი სფერო ძალიან აქტიურად ცდილობს რომ გამხნევოს თავისი თანამებრძოლები, მოქალაქეები, რომლებიც ერთმანეთს ხვდებით ყოველ საღამოს რუსთაველზე და ისინი twins ვერ ახერხებენ ან ეშინიათ და ჩვენ სწორედ ამ შიშის გადატეხვაზე ბევრს მუშაობთ და გონია რომ ძალიან თანმიმდევრულად. ამიტომაც ცხადია ჩვენი სფერო საშიშია, ისინი არა მარტო გვიბარებენ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე, რომელსაც სრულიად უსაფუძვლო აბსურდული მიზეზებით და მტკიცებულებების ფონის გარეშე აწარმოებენ სწორედ ამ დავებს და აჯარიმებენ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ამას საჩვენებელი ხასიათი აქვს და ცხადია ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ცნობილია, ხო, ადამიანი ასე მეტად იცნობს საზოგადოება, მით უფრო განევცობა ინფორმაცია, ამიტომ ისინი სამაგალითო დასჭერს ჩვენზე ახორციელებენ სწორედ და არა მარტო ისინი ძალიან ასე ვთქვათ ჩვენთვის უკვე ნაცნობი გზებით, პროპაგანდით და გაშავებით ცდილობენ თეატრის მოძრაობას ამე დააკლონ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ისინი ამას ახერხებენ ან მოახერხებენ. ჩვენ გვგრძნობთ მაყურებლის ხარდაჭერას და ეს ხარდაჭერა ჩვენთვის ძვირფასია, იმდენად ძვირფასი, რომ ერთადერთი ისი გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ პასუხობთ აუდიტორიას ასევე ნდობით და ასევე მხარდაჭერით. და ჩვენ ერთიანი ვართ ამ პროცესში, თეატრი და მაყურებელი ერთი ორგანიზმია და ჩვენ ერთად ხმით თეატრს. შესაბამისად ერთად გავართ და კი ეს ერთობა და ნებისმიერი ჯანსაღი ერთობა ამ ქვეყანაში საშიშია იმ ძალისთვის, რომელმაც ჯერ არჩევნები მოიპარა, შემდეგ მოგვიწყო უგრძესი რეპრესიები, მან სწორედ ამ რეჟიმმა და მისმა შემქმნელებმა სემეს ადამიანებს ხისტება შეულახეს, ათავისუფლებენ სამსახურებიდან, იჭერენ, აჯარიმებენ და ცდილობენ ფრენდო გადატეხონ საზოგადოება, მაგრამ მე ეგეთი შთაბეჭდება რჩება, რომ ისინი კარგად არიცნობენ საქართველოს ისტორიას, მათ არ იციან, რომ რაც უფრო მეტად უპირისპირდები ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ის უფრო და უფრო მეტად ძლიერდება. ამიტომაც ჩვენ არაფრის არ გვეშინია და ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა იქამდე, სანამ არ აღდგება სამართალი ამ ქვეყანაში, არ მივიღებთ ხელახალ არჩევნებს და არ დაუბრუნდებით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, იმიტომ რომ რაც ახლა ხდება საქართველოში, შორსაა იმისგან, რასაც ჩვენ სახელმწიფოს ვეძახით, რისთვისაც ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ჩვენ არ ვართ თანახმარო დავაფინანსოთ ჩვენი გადასახადებით ძალადობა, ძალმომრეობა, ადამიანების ცემა, წამება, მათი შეურაცხყოფა, როგორც ქუჩაში, ასევე იზოლატორებში, ასევე იმ პასუხო ტაქსებში, რომელიც სპეციალურად მოამზადეს თავის დროზე, რომ შიგნით ადამიანები ეცემათ და ჩვენ ასეთი ბევრი მაგალითი ვნახეთ, ჩვენ ამას არ შეურიგდებით, ჩვენ არ ვაპირებთ დავაფინანსოთ ის რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ძალადობს და რომელიც ამრუდებს, აყალბებს არა მარტო არჩევნებს, არამედ საქართველოს ისტორიას, საქართველოს ისტორიულ არჩევანს, რომელიც ევროპულია, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ისტორიაზე და ჩვენს ისტორიულ არჩევანზე და ვაპირებთ ვიბრძოლოთ. მადლობა. გამარჯვებამდე, იქამდე სანამ გამარჯვება არ დადგება. დიდი მადლობა ჩართვისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. მიშა ჩარკვიანი რეჟისორი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.